გამარჯობა, ისევ ბათუმში ვართ. რა მომენტში დაიდება ეს ბათუმის მეორე ეპიზოდი არ ვიცი, მაგრამ ისევ შეგახსენებთ, რომ ბათუმი ბულვარია ჩვენი მასპინძელი, ძალიან საყვარელი კუკუნა ბუტიკური სასტუმრო. ძველ შენობაშია გაკეთებული, მე-19 საუკუნის ბოლოს იყო შენობა აშენებული და 90-იან წლებში დანგრევის პირას იყო, გაარესტავრირეს, რაც მთავარია იერსახე შეუნარჩუნეს. და არის ესეთი კუკუნა და საყვარელი სასტუმრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში. მივდივართ Blue Elephant-ში სასაუზმოდ. მე უკვე იქიდან მოვყვეთ, რას გავსინჯავთ და რას გავაკეთებთ. თევზის ბაზარი გვექნება აუცილებლად. ბევრი ვიფიქრეთ, პირველ ეპიზოდში გვექნება ბათუმის თუ მეორეში, მაგრამ პირველში ვეჩვდით. ბათუმი არის სეირნობის ქალაქი, განსაკუთრებით შემოდგომაზე, გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში. ამ დროს უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში, ძალიან ბევრი უნდა იარო ფეხით. სვა აქ-იქ ყავა და ჭამა გემრიელად, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ ბევრი რესტორანია, სადაც გემრიელად შეჭამ. Blue Elephant-ში ვართ, სადაც საუზმე შევუკვეთეთ, ისეთი ძალიან ევროპული და ლამაზი კერძები ჩანს. ეგ ბენედიქტი შევუკვეთა ლაშამ, მე ველოდები შაქშუკას და ასევე English breakfast-ი გვაქვს. კიდე რა მინდოდა მეთქვა. ჩვენს წინ არის დუმბაძის ქუჩაზე ვართ და ჩვენს წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ძალიან ლამაზი შენობა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა დანიის საელჩო ელჩი ცხოვრობდა და გასაბჭოების შემდეგ გერმანიის. ყავა აქაც მჟავე და ძალიან გემრიელია, ძალიან კაი ყავა. ალბათ ზაფხულში აქ ხალხის ტევა არ იქნება და რიგი იქნება დაჯდომაზე, მაგრამ ჩემი აზრით მაისიც უკვე ის დროა, რომ ბათუმი უნდა იყოს სავსე ტურისტებით. დავიწყე შაქშუკა, რომელიც ჩიჟი-პიჟის ოდნავ გავს, მაგრამ თლად არ გავს. პომიდორი, ბოსტნეული, მწვანილი, პორშირებული კვერცხია. ძალიან გემრიელია. აი, გამოჩნდა? გავხეთქე. კვერცხი. ისეთია. პომიდორის სიმჟავე იგრძნობა. ბოსტნეული დიდად არ იგრძნობა. და ძალიან უხდება გახუხულ პურს. რეკომენდაციას გავუწევდი. ჩიჟი-პიჟიში არ მიყვარს კვერცხი. როგორც არის. ესე მომწონს, უფრო უხდება. კარგია. აი, სანამ მე ჩემ შაქშუკას მერე კარგად მოვულხენ. კამერის გარეშე. რატომ? არ გცალია. ლაშას ბენედიქტს გავსინჯავ ბოროტულად. ბენედიქტშიც ნახე, ესე უნდა მექნა. ესეთი კვერცხი უნდა იყოს, კარგად არის მომზადებული აშკარად. ურაგულით და ეს სპეციალური სოუსი, რომელიც დოგვით კეთდება, ხო? კარაქი და ჰოლანდიური სოუსი.
ჰოლანდიური საუსი. ოჩა. Blue Elephants. ისეთია ბენედიქტი როგორც უნდა იყოს. უბრალოდ მე არ მეყვარს ყოველთვის ცივი მოდის ხოლმე აციებს ეს соуსი თუ რა შვება არ ვიცი და კერძი მეყვარს ძალიან ცხელი როცა English breakfast-ზე გადავალ. რომელიც როგორც წესი, ესე ბევრი რაღაცისგან შედგება. სოსისი, ბეკონი, კვერცხი, ლობიო. სოსისია ძალიან გემრიელი. ბრიუსელის კომბასტა. Ну, რა ვიცი. ეს ორი მირჩევნია. ეს ისეთია, სოსისი გემრიელია, ძალიან ნოყიერია, ინგლისური საუზმე როგორც წესი ეგეთია. მაგრამ არაფერი განსაკუთრებული და ახლა ჩემთვის შაქშუკაში რაც ხდება ძალიან საინტერესოა. კარგი, ლაშა შეგიძლია ჭამა. ეს ქუჩა ძალიან ლამაზია, ესეთი კარე, ბევრი ლამაზი კარია, ეს ხის და შეღებილი, მაგრამ მთელი ბათუმი არის ხარაჩოებში, ეწყობა ფასადები რემონტდება. კარგია პრინციპში. ძალიან ეგამბავი, მაგრამ ცუდია რომ ლამაზ კადრებს ვერ ვიღებთ ჩვენ. მოდი გადავიდეთ. წამო. მადლობა. აი ნახე ყველაფერი. ანუ მოძრაობას სართული. დღეს საუზმეს ვეღარ შევძლებთ სამწუხაროდ. მაგრამ აქაც გემრიელი საუზმეა, ადრე ვარ ნამყოფი 3 წლის წინ სადღაც და შიგნითაც ისეთი საინტერესო ინტერიერი და გარემოა. ერთხელ დავწმუნდი ბათუმი რო სეირნობის ქალაქი ისეთი საცობებია. ძალიან. სვარჩი ყავას ავიღებთ ტრუჩილოს. საწვავით გავავსებ მანქანას და წავედით მერე დავაყენოთ ქალაქში წასვლამდე მანქანა, იმიტომ რომ თქვა ძალიან საცობებია. გამერჯობა. გინდა? კი. ამერიკანო? გათამაშება ვისეულის აპლიკაციაში მანქანები თამაშდება და ნახოთ გავატარებ აპლიკაციას. ლაშა ეგ ეკრანი რო დაიმაგრე კამერაზე, აქ კი მგონია რომ კამერა აქ არის და აქ ვიყურები. ლაშა ახალი მოწყობილობა აქ ნელ-ნელა და აპგრეიდდა რაღაცეები დაამატა თავის კამერას და ბედნიერია. Ai, ტრუჩულო მზად არის წამოჩავსხოთ და წავით. ბახშმის დროა და მოვედით ამბასადორი ბათუმი არის ესეთი რესტორანი.
ადრე ვარ ნამყოფი დაახლოებით 3 წლის წინ ძალიან კარგი გამოცდილება მქონდა იტალიური რესტორანია და რა თქმა უნდა ისე უბრალოდ რესტორანს ავარჩევდით, იმიტომ რომ ძალიან კაი ინტერიერი აქვს და სასიამოვნო გარემო. ხო და წავალთ ახლა, წეღან მივესალმეთ და თქვენი მაყურებლები ვართო და ეს გამიხარდა. გამოიწერეთ რეჰანი და გადავწყვიტეთ, მოკლედ რა კერძები გაგასინჯოთ, თუ გკითხეს და მოდი იყოს თქვენ აგვირჩიეთ, იციან მოკლედ რეჰანის შესახებ, გვიცნობენ ჩვენს და გადავწყვიტეთ, რომ თვითონ აგვირჩიოთ. წამ. მანამდე გადავიღოთ ინტერიერი და რაღაცები. სტარტერები მოვიდა. ტარტარი, ფოკაჩა და ბურატა. ნახოთ, ამ ბოლო დროს რაღაც ტარტარი ბევრი გვაქვს მენიუში. არ ვგიშდებით ანამ ტარტარზე და ნახოთ როგორი იქნება. ეს ტარტარი უფრო ფრანგული კერძი არ არის? შეიძლება იტალიურიც არის. ტარტარი იტალიაში მოგვაჭამს. ესეც გემრიელია. მაგრამ არა მგონია ქართველებს ეს უყვარდეთ. მედიუმ სტეიქს ძლივს უყვეთავენ. სისხლიანია. ისეთია რა. კარგია, მაგრამ ტარტარია. გასინჯოთ ღირს. თუ არ გაგისინჯავთ და ახალი გემოების გამოცდილება გიყვართ, ტარტარი უნდა ჭამო. კაი, გადავედი ბურატაზე. ბურატა ძალიან. ეს უნდა გადაგეღო, რომ გავხეთქე. კაი. ბურატა ხო იტალიური ყველია ბურატა. მარწყვით, მანგოთი თუ არ ვწდები და პამიდრით თუ პამიდორი საერთოდ არ აქვს კი. ნახოთ როგორია ბურატა. ძალიან კაია. ეს წამს ეს მანგოა თუ ძალიან გემრიელია. არა, მანგოა. ბურატა მანგოთია, ხო? ბურატა მანგოთია, ხო? მანგოა. ხო. ძალიან გემრიელია. ვისაც არ უყვარს მოტკბო გემოები ესეთ კერძებში, ну იმას რა თქმა უნდა არ მოეწონება, მაგრამ მე მიყვარს მარწყვითაც ძალიან მიყვარს ბურატა. თვითონ ყველის ამ ბურატას თვითონ გემო ძალიან ისეთია ახალი რაღაცნაირი და ეს ხილიც ფანტასტიკურ არომატს ანიჭებს. მეც ფოკასაც გავსინჯავ და ფოკაჩასაც გავსინჯა. მე შენ ჭამელა შესტარტერები. ფოკაჩა ფუმფულოპური არ არის უფრო. ფოკაჩა. მე შემეშალა ესე იგი ფოკაჩა მაქა. ეს არა. კაია. ალბათ ამას აკაცხოვა. გემრიელია. ყველაფერი შევჭამით. ტრუფელის პიცა, ალბათ ტრუფელის პასტით და სხვა სოკოებით და მორტადელას.
ტრუფელი ძალიან მიყვარს, ამიტომ ჯერ ამას გავსინდა. ბაზილიკით და რაღაცებით არა. მოვიდავებ ტრუფელს. კარგია. ციფრეში ახაც იგრძნობა. ეს პასტაც ძალიან უხდება. ცოტა როგორი ცომია, გიცი? ძალიან კნაწუნა არ არის. მე მგონი ეს უფრო იტალიურია. ჩვენ საქართველოში გვყავს აი ძალიან თხელი არაწელვადი ცომები. უგემრიელესია ზევიდან. ეს სტები აყრია. მაგრად უხდება. აი. გასაფით მეყორო ვიცი? არ მინდა გიორგი 4 ფენად გამოვა ეგრე. აი მე რამდენი ჭკუის დამრიგებელი მყავს ღმერთო. კადრს იმის ნაქვია. კადრს მიღმა. ფანტასტიკურია. ძალიან მაგარია. ტრუფელის არომატი ძალიან მძაფრად იგრძნობა, ზოგს არ უყვარს და ამიტომ შეიძლება ეგეთებს არ მოეწონოთ. მე მიყვარს. ბათუმში ვაიმე მე დავწუწა ბათუმში თუ ჩამოხვალთ უნდა გასინჯოთ თან იტალიურ სამზარეულო თუ გეყვართ. იტალიურ სამზარეულო ისე ყველა ქართველს უყვარს. ლაზანია, პესტოს პასტა. პასტა აქაურია, handmade. ხო? აი, დავიწყოთ ლაზანიით. რა ლამაზია ეს ნა. გვერდზე ჩვენი მეგობრების ხედან და ლაშა აჩუმებს. მებარება ლაშა შენ ამდენი გააჩუმ. კაი, აბა. დავიწყოთ. გემრიელია. მაგრამ რაც უცნაური, ცოტა განსხვავებული გემოაქვს. აი, როგორც პასტა იყო. პასტა ესა პიცა ძალიან იტალიური იყო, აი ძალიან ცომი იყო. აი ზუსტად იტალიაში რო გამოცდილება მქონდა ეგეთი და აღმოჩნდა რომ ფქვილს იწერენ და ჩამოქვთ იტალიიდან და აი ყინულზე ზელენ, რაღაცა რამდენიმე საათს აყონებენ, მოკლედ იტალიური მეთოდი. ხო და ეს ცოტა მანერია. ძალიან გემრიელია ოღონდ. კარგია. მომეწონა. ნაზია. ფაფუკი. ხორციც ისე აქვს ზომიერად. მე არ მიყვარს ძალიან ბევრი ხორცი. გადავედი. დღეს ძალიან ბევრი გვაჭამეს ამბასადორში. წაწყალი ჩვენ. აყი როგორი ღუჭუჭებია. ვაშა ჩქარჩქარებ ჩვევები რო არ გაგიცივდეს რა ვქნამთ. აქაც პსტა
ეს ბაზილიკი იგრძნობა პესტოში, როგორც ჩანს ამასაც თვითონ ამზადებენ და ისეთია ახალი. ძალიან კაია. ძალიან ფრეშ არის. ზოგს არ უყვარს ხელნაკეთი პასტა, იმიტომ რომ ნაზია ძალიან. და რბილი, მე მიყვარს. ლაშას არ უყვარს. ორ ძირითად კერძს უშვებდნენ და ძალიან ვთხოვეთ, რომ აი ერთს გავსინჯოთ მეც არა და კაიო. სტეიკი, საქონლის, ну რა თქმა უნდა მედიუმი, ჩემთვის და ლაშასთვის. ნახე როგორია, არის მედიუმი არის. დემიგლასით, პარმეზანის соусით და კარტოფილით. ერთ უგადავარჯინეთ მას. აბა, ვნახოთ. მოდი ვნახოთ, ვინახე. ნამდვილად მედიუმია. გემრიელია. ძალიან რბილი და ფაფუკი არ არის. მაგრამ ხორცი გემრიელია თვით. მომზადებულის კარგად არის. ზომად სწორია. პარმეზანის соуსი და კარტოფილი უხმნა. ცოტა უფრო ფაფუკი მომეწონებოდა. ეს კარტოფილის ფირფიტები არის. ძალიან უხდება. გემრიელესი. და ამით ნამდვილად დავასრულეთ ამბასადორის ნაწილი. ორჩი ბათუმის შემოსასვლელში არის თევზის ბაზარი. ოდნავ უსახური ადგილი კია, მაგრამ ბაზარი ძალიან ლამაზი საყვარელი და პატარა. და შავ ზღვაში დაჭერილი თევზიც არის ბაზარში, ასევე შემოტანილი. შეგიძლია იყიდო თევზი და მერე რესტორნებია პორცთან ჩამწკრივებული და იქ გიმზადებენ იქვე შენს მიერ მიტანილ თევზს. მაგას ვიზამთ ახლა მე და ლაშაც. ამო აბარა ხდება. გამარჯო. გამარჯო. ვიღებთ YouTube-ისთვის. აი, თავარი YouTube-ისთი აგერ. მართლა? ეს ყველა კანალებზეა. არიოლი რეშკა, პოლონეთის იმესე, ამასთან მიდიე ბებოსთან. ანუ საერთაშორისო მასშტაბით YouTuber-ებთან. გამარჯობა. თქვენი სახელი რო არის? მარინა მესხი. ძალიან სასიამოვნოა, ქალბატონო მარინ. თქვენთან ახლა ავარჩევთ რამეს, რამდენიმე სახეობას და ფიშლანდიაში ვაპირებთ, რომ მოვამზადებთ. კიბა მოგემსახურებით საუკეთესო. დიდი მადლობა. რომელია შავი ზღვის ახლა აქედან დავუშვათ და რომელაზე საუკეთესო? პირველი არის კამბალა, მოსდევს სარგანი, მოსდევს ზღვის ორაგული. აგენი ბებო მოშენებულია, მაგრამ ზღვაში. ძალიან გემრიელები. თქვენ გვაქვს ეგ ზღვის საშენები? ბებო სარფში საშენი, სადაც მომრა ყველა 3-5 საათში აქ არის ახალ-ახალ. აქ ძვერს ვერ ნახავ, მაგრამ ეგ საშენი როგორ არის? ზღვაშია შემოსაზღვრული ტერიტორია და იქ აქვთ გაშვა. ხო, აქ მისი სპეციალური იგინი, რომ ყავთ ცოცხლად. ეს იშვიათად ბებო რო ამას ნახავ. მე მაგალითად ერთ ძველსაც ვერ გავყიდე, ეგ გადავყრე. არის ფასი 35, რომელიც უნიკალურია გრილზე, ძალიან გემრიელია. არის ეს გრილზე ასეტრინა, არის ორაგული ბებო ზღვის. ეს კალმახია მთის. ეს ბარაბულკა ბათუმის. ბარაბულკას ქართულად რა ქვია? ხონთქარი. ხონთქარი? ხონთქარი, კი. ბარაბულკას ნამდვილი სახელია ხონთქარი. იქ რა არის? არ ესა დიდები.
ეს პატარები აი ჩიფსივით იჭმება და იმას ჩიფსივით ვერ შეჭამ. თავი არ იჭმება, ამის იჭმება. კნაწუნა. კი ბატონო, სარგანია, უნიკალური, სეზონური. ასევე შავი ზღვის? ძალიან გემრიელი, კი ბატონო, იცის მთელმა საქართველოს. 40 ლარია კილო. აგენიბებო ბელუგა. საშუალოა 35, დიდებია 40. მაგრამ გრილმა ძვალი არ აქვს. გრილზე არის ძალიან უნიკალური. აჰა, კარგი. ლაშა, საუკეთესო, აი გემრიელებებში რო გადის. აბა მოდი შენც მომეხმარე არჩევაში ორნი ვართ სულ და აი ცოტას პრინციპში ჩიფსივით ბარაბულკა კაია ხონდქარი ხო ეს მე მგონი უნდა ვნახოთ ამბალა გაჭრილი არის პატარა შეგირჩვა, აი ეს ასე. ამიწოდენ. ამბალა რა ვქნათ მე მგონი არ გვინდა დღეს ამბალა არ გვინდა არა დღეს ერთი გრილზე გააკეთე ერთი ამ დორო ცხიმიანი იქნება თუ ცხიმო. არა კამბალა არ გვინდა ეს. ეს ერთი ორ ადამიანს ყოფნის ლამ. დორადო სიბასი. დორადო დორადო სხვა არის სიბასი სხვა არის ერთი დორადოა. აი ეგ იყოს ხო და ერთი ორი არა წელი კალმახი არ გვინდა არ გვინდა სარგანი. სარგანი იყოს ამიწოდენ მაგა. ცოტა სარგანი ხო ესენი არ გვინდა იმიტომ რომ ის არის რა ექსპორტია კალმარები რვაფეხა იმპორტი შემოტანილი ხო იყოს ეს რაოდენობა იყოს ხო ესენი არ გვინდა იმიტომ რომ იმპორტირებულია ხო ოღონდ იმპორტირებული ხო ევროპით. ეს მიდიებით ჩვენია მარტო ეს. მიდიები ჩვენია ბათუმის ჩვენი. ცოტა მიდიებით ხო რა ვიღოთ ცოტა ხო ცოტა ყველაფერი რო გავსინჯოთ კამბალაც მინდა მაგრამ დიდია იყოს ნომერი ჩამაწერინა მარინებებო და აღმოჩნდა რომ ეწერა იცი როდის და საჩავი წერე არ ვიცი აი ჩვენი თევზი გამაგებინეო გამოშვება რო იქნებაო ეხა წავედით შევაწვენოთ ძალიან ბევრია ლაშა ორი კაცი ამას ვერ ფიშლანდიაში იქით ხო მადლობა ნახვამდის მადლობა წამო ავედით ცოტა მიხედვა ისე არაწყენდა ქაურობა თევზი მოგვაქვს უნდა დავუტოვოთ სამზარეულოსთან ნუმერაციას ანიჭებენ მოგცემენ ნომერს და მე პერსონალს ვეუბნებით როგორ გვინდა მომზადება და მაგის მიხედვით გვიმზადებენ გამარჯობა აი ეს ჩვენი თევზი აქ გიტოვებთ ხო? კი ბატონო. ეს არის მეორე ნომერი. მეორეა? კაი. სადაც აბზანდებით მიგანებო. ხო. ეთქვით რომ მეორე ნომერზე დავწოვე ჩვენი. კარგი. და უკვე მიმტანს აუხსნათ, დავუშვათ აი გრილზე. კაი, მადლობა. მადლობა, წამა, მაშინ წავედით. მადლობა. მოდი მიდიებით დავიწყებ. გვინის соуსში მოგვიმზადეს და ნივრით არის. გარს ვიქეიფებთ ლაშა მეგაშენ. აბა ნახოთ. ნახე ხორციანია. ძალიან გემრიელია. გვინის соусით უხდება. ლიმონით უხდება. როგორ მიყვარს იმ ადამიანების ზღვის პროდუქტი, ვისაც არ უყვარს. აბა გადავედით ზესუმზირასავით პარაბულკებზე. აუ რა ქვია მარინამ რა თქვა ქალბატონმა მარინამ პარაბულკას დამავიწყე. ხონდქარი? მადლობა. ეს რა არის? ეს ჩვენ მოვიტანეთ? სტავრიდი. ეს პარაბულკასთან ერთად იყო, ეს არის სარგანი. სარგანი. ესე იგი გვიყიდია, მადლობა. ეს სტავრიდია. ეს არის სარგანი. ხელით უნდა გაკნაწუნა ეს.
გომრელია. უბრალოდ ჩემი აზრით ქართველებს მაინც არ გვაქვს თევზის კერძების კულტურა. რა მარტო ჭავთ და გრილზე რა. აია შემწვარის, მაგრამ რაღაც მოგწება ჭირდება. სადან კინძმარის соусიც გვაქვს აქ და ნიურისაც და ესეც კაია. ესეც ჩიფსივით არის. ვისაც თევზი არ უყვარს თვითონ შეიძლება როგორც წესი უბრალოდ კალმახი ურჩევნიათ ხოლმე და მსგავსი ნეიტრალური გემოები, იმიტომ რომ ორივეს თევზის გემო აქვს ინტენსიური. მე ძალიან ვყვარს. შესაბამისად ესეთ თევზი მირჩევენ. და რაღაც აქვე ფრეშად რო ყიდულობდა გიწვა. კაია. მართლა ჯიპსია. აქვე ეცხოვენ და თბილია. ოჰოჰოჰო, ძალიან კაია. მაგარია. ეხლა გავსილავ соусებს ცალკე. კინძმარს და ნიურის соус. ტყემალიც არის აქ. აჩა. ძალიან კაია. ინტენსიურია და ნიურიანი და მწვანილიანი. სქელია თან კინძმარისთვის უჩვეულოა. ახლა ზმრიანი და ნიურიანი соусები ვისაც უყვარს მოეწონება. ოდნავ ბევრი ნიური აქვს ჩემთვის. ეს ნიურიანი соуსი ნაღებით არის. არ ვიცი, ჩემთვის ეს თევზი ისეთ საკნაწუნოა, რომ соуსი თითქოს აღარ ჭირდება. არა, უხდება. აუ, პური არის ფანტასტიკა. უგემრიელესია, ცარიელს შეჭამ. აი, დორადოზე გაკვა. ეს არის გრილზე მომზადებული. საერთოდ მე შემწვარ თევზს გრილზე მომზადებული მირჩენია. ხე როგორი თეთრი ხორცი აქვს. რატო ჩავიდენ ხოლმე? დორადო ძალიან კაია. გრილი უხდება. უფრო მსუბუქია. სალათიც უხდება. მაყოფილი ვარ მოკლედ ჩვენი თევზის გამოცდილებით.